Online გამოცემა პრესაჯი სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჟურნალისტებისთვის შავი ბუღალტერიის გზით გარკვეული თანხების გადახდას ასახავს. დოკუმენტი ხელნაწერია და როგორც გამოცემა წერს, სავარაუდოდ სამუშაო ჩანაწერს წარმოადგენს. აღნიშნული ხარჯ-დაღრიცხვა ნათლად წარმოაჩენს ოლიგარქის მიერ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. განსაკუთრებით საინტერესოა სიის უკანასკნელი წარმომადგენლის ნოდარ ჯავახიშვილის მონაცემები, რატომ მოხდა ჯავახიშვილი შავ ბუღალტერიაში გაურკვეველია, მაშინ როცა სიის ყველა წევრი ჟურნალისტია. ჯავახიშვილს 150,000 ლარი აუღია სალაროდან გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სამაგიეროდ გათვალისწინებული ხარჯები აქვს ეკაბერიძეს. მას სულ რაღაც 20,000 ეყო საეთერო პიჯაკებისთვის. შალვა რამიშვილი ამ სიაშიც გაუგებრობაშია. გაურკვეველია, რაში დასჭირდა მას რამდენიმე 1000 ლარის საკანცელარიო ნივთები. როგორც ჩანს, ლიუბა ელიაშვილის დის სახელი კი ოცნების შავმა ბუღალტერებმაც არ იციან. ირკვევა ისიც, რომ ალკოჰოლს მიძალებული ვასიკო მაღლაფერიძე დაბალანაზღაურებადია. სხვების საპრემიო თანხა ბევრად აღემატება მის 5,000 ლარს. მაგალითად, ნათია ლაზაშვილისას, რომელმაც 15,000 ლარი აიღო. დოკუმენტი ასე იკითხება. იმედა დარსალია 22,400 ლარი. რუხაძე თამარი 41,000 ლარი პლუს 10,000 საპრემიო გადანაწილებისთვის. ანა გოჩაშვილი 15,000 ლარი. ელიაშვილი ლიუბა პლუს და 65,000 დოლარი აიღეს ბანკის კურსით დახურდავებული ლარებში. ლეჟავა ნანა 50,000 დოლარი. გადახურდავებული ლარებში პლუს ავტოტრანსპორტი, ტოიოტას ჯიპი და სხვა წვრილმანი ტექნიკური აღჭურვისათვის 150,000 ლარი. დამატებით ოფისის ქირა 6 თვის 18,000 დოლარი. შალვა რამიშვილი 50,000 პლუს საწყობიდან გატანილი საკანცელარიო ნივთები და ავეჯი. საკანცელარიო და ავეჯის ღირებულება დათვლილი არაა. ყანდიაშვილი ნონა ტექნიკური აღჭურვილობა 300,000 გადავაცით დოლარი. მიქიაშვილი 10,000 დოლარი სამონტაჟო მოწყობილობა. ბერიძე ეკა სტუდიისთვის ტანსაცმელი 20,000 ლარი. მაღლაფერიძე 5,000 ლარი. გოგი ახალკაცი 5,000 ლარი პრემია. ლაზაშვილი ნათია 15,000 დოლარი პრემია. ჯავახიშვილი ნოდარი სალაროდან აიღო გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის 150,000 ლარი. სიის ბოლოს არის ციფრებით, თუმცა ვინ და რატომ აიღო მითითებული 10,000 ლარი არ იკითხება.